თბილისობაზე 800,000 ლარი დაიხარჯება დედაქალაქის საკრებულომ შესაბამისი ნებართვა უკვე გასცა. საკრებულოს ნაციონალი წევრები მიიჩნევენ, რომ არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით ამგვარი ხარჯის გაწევა მიზანშეწონილი არ არის. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსკის ძვირიანი თბილისობა პრობლემად არ მიაჩნია. თბილისის საკრებულო დავით ნარმანიას უწყებას თბილისობის დღესასწაულისთვის 800,000 ლარის დახარჯვაზე დათანხმდა. თბილისობისთვის მერია 850,000 ლარს ითხოვდა. საკრებულომ კი ის მხოლოდ 50,000 ლარით შეამცირა. მოთხოვნილი იყო 850,000 შესაბამისად 50,000 შემცირდა, იმიტომ რომ რიგ ღონისძიებებზე არჩევ პროცესში რიგ ღონისძიებები იყო თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებული, აქედან გამომდინარე ამ ღონისძიებების დაფინანსება არ არის. ვაზუსტებთ ამ თანხას დღესაც ხვალაც ორშაბათსაც იქნება ხელშეკრულებების გაფორმება იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ემსახურებიან ამას და შესაბამისად ეს თანხა დაიწევს, მაგრამ იმდენად დატვირთულია ღონისძიებებით, რომ ნამდვილად ასე ვთქვათ, დიდი თანხა არ არის, არც მცირეა, მე ვფიქრობ, რომ ოპტიმალური თანხაა. თბილისის საკრებულოს ბიუროს ხდომის მთავარი თემა თბილისობის ხარჯები იყო. ნაციონალური მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ არსებული საბიუჯეტო პრობლემების ფონზე მოთხოვნილი თანხა ძალიან მაღალია. გაერთიანებულმა დემოკრატებმა კი ხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. თბილისობამ დააღნიშნოს სათანადო ჩადაგდეს ყველა ღონისძიება სამწუხაროა თბილისის მთავრობა ამასაც აკეთებს ძალიან სიჩქარეში ერთი გულით ადრე გეგმავენ წარმოდგენილი ჩაშლილი ბიუჯეტი მოიტანის სიტომაბაერის საკითხი და უპირატესობას საშუალება გაუცნობია როგორ არის ბიუჯეტი შაშლილი ზოგადად ეს მიდგომა ხელისუფლებას ახასიათებს ყველა პრობლემის მოგვარებისადმი. დედაქალაქის მერია თბილისობისთვის ამ თანხას იმ ფონზე ხარჯავს, როცა 30,000 მილიონიანი კრედიტის აღებას გეგმავს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით კი ბიუჯეტში თბილისობის თანხა თავიდანვე გათვალისწინებული იყო. ბიუჯეტის გარღვევასთან დაკავშირებით ეს არის ნაციონალური მოძრაობის სურვილი და ვერ ვიხსენებ. არნაირ გარღვევას ბიუჯეტში არ არის. მეორე რაც მნიშვნელოვანია ასევე რომ ეს თანხები არ გამოიყოფა დამატებით, ეს არის ისაც გათვალისწინებულია ბიუჯეტით და არის ეკონომიური. და მესამე არის ტრადიციები, არის ადამიანების სურვილი, რომ იმ ქალაქს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, პატივი მიიღონ იმ დღეს, რომელიც უკვე არაერთი 10 წლეობია აღინიშნება. გამოკითხული თბილისელების უმრავლესობა 800,000 ლარის დღესასწაულში დახარჯვას არ ამართლებს. არ არის ჩვენთვის მისაღები. რადგან ამდენი გაჭირვებული არის. აი მიხედონ ამ გაჭირვებულ ხალხს ძალიან ბევრს უჭერს, დოქტორის ფულიც არ აქვს. თუ კარგი თბილისობა იქნება, აქ მისაღებია, რა თქმა უნდა. თუ კარგი იქნება და თუ ისეთი ჭამაყლაპა იქნება, არა. ვფიქრობ, რომ ჯობია სოციალურ დაუცველებს მიხედონ და მდგომარეობა გამოსწორდეს, ვიდრე ესე დავხარჯოთ გაწყვეტილ თანხა. თბილისობა 2014 თბილისის ყველა რაიონში აღინიშნება. დღესასწაულის ეპიცენტრი კი ტრადიციულად რიყე და შარდენის ქუჩა იქნება. დედაქალაქში თბილისობა 35 წელია აღინიშნება.